ფერების შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. საინტერესოა გოეთეს კვლევები და ექსპერიმენტები, რომელზეც მან 40 წელი იმუშავა. მისი თეორიის მიხედვით ფერთა გამოში ათვლის მხოლოდ ორი წერტილია, თეთრი და შავი. თუმცა გოეთე მათ არა როგორც ფერებს, არამედ როგორც სინათლესა და სიბნელეს განიხილავს. გოეთეს აზრით ფერები შავისა და თეთრის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება და მათ შორის ლაგდება. გოეთეს ფერთა თეორია ეს არის ცალკე ტრაქტატი. შავი და თეთრი გოეთესი ყველაზე დიდი ფილოსოფია და ყველაზე ფერადოვნება, იმიტომ რომ შუაში სწორედ ყველა ფერი გაქვს. ეს ფერები არის ისე აწყობილი სამყაროში, რომ ისინი ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ. წითელი არ არსებობს წვანის გარეშე. ეს ორი ფერი ერთმანეთს ისე აძლიერებს, ეს ორი კონტრასტი, რომ უფრო აქტიური ხდება წითელი მწვანეს გულზე, მწვანეც უფრო საინტერესო ხდება წითელთან, რომ თურმე არ შეიძლება. ნარინჯის ფერთან ლურჯი არ ვიხმაროთ, იმიტომ რომ აღვივებს უფრო ამ ნარინჯის ფერს, ხოლო ლურჯი მას ხასს უსვამს მის სითბოს და პირიქით. ნარინჯის ფერი ლურჯს უფრო აცივებს, რომ თურმე არ შეიძლება ასე ვთქვით ყვითელისა და იასამნის ფერის ცალ-ცალკე არსებობა, იმიტომ რომ ისინი ერთად მოიაზრებიან და ერთმანეთის გვერდზე აი ასეთი კონტრასტით და ამას უკვე ამ სიტყვას უსვამ ხას, ისინი ხდებიან უფრო აქტიური. ფერწერის ენა, ფერით საუბარი სწორედ აი ამ სიმბოლიკებით არის გაჯერებული. ეს არის ფერები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მრავალფეროვნება მივიღოთ. სასურველია რომ ღია ფერში შევურიოთ მუქი ფერი, ვიწყებთ აქედან. ამიტომ აი თუ თეთრს ავიღებთ, მას ცოტას წითელს და გავავარდისფრებთ, აი ნახეთ რა საინტერესო ლამაზი გამოდის. აი სწორედ რამოდენიმე ფერის აი ესეთი ურთიერთობა იძლევა ძალიან ფერადოვნებას. ნახეთ როგორი გამოდის, ულამაზესი ტონი. 6 ძირითადი ფერის შეზავებით იმდენი ნახევარტონის მიღებაა შესაძლებელი, რომ მისი დათვლა უბრალოდ შეუძლებელია, თუმცა ეს სილამაზე ადვილად აღსაქმელია. ფერებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. რას ვაკეთებთ, რა გვაცვია, რას ვჭამთ, როგორ ვიქცევით. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფერებს დიდი დატვირთვა აქვთ. ფერის ფსიქოლოგია გავლენას ახდენს ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე. წითელი ეს არის ძალაუფლების, ეს არის ემოციონალური აღზნებადობის, ეს არის ლიდერობის ფერი. ყვითელი ფერი ეს არის ყველაზე მეტი ასოციაცია ყვითელზე რაც მოგდის, ეს არის მზის ფერი, ეს არის სინათლე, სითბო. ბავშვების ოთახისთვის ძალიან კარგად გამოიყენება ყვითელი ფერი, ის აქტიურებს აზროვნებას. შეგვიძლია გამოიყენოთ ყვითელი როგორც სივრცის გამაფართოებელი და კარგად გამოიყენება შემოდგომა ზამთრის დეპრესიასთან ბრძოლაში. მწვანე ფერი ეს არის სიმშვიდის ფერი, ეს არის მკურნალობის ფერი. ღია ფერის მწვანე ეს არის აღორძინების, ეს არის ზრდის, განვითარების პოტენციალის სფერი. ლურჯი ეს არის ემოციონალური სიმშვიდე, ეს არის იდუმალება და მაგალითად ლურჯი ფერის მოყვარული ადამიანები გამოირჩევიან მეგობრულობით, გამოირჩევიან ესეთი სიმშვიდით, მაგრამ ამავე დროს ისინი არიან მყარები თავის გადაწყვეტილებაში და დამოუკიდებლები. Apples are red, carrots orange, lemons are yellow, string beans are green, blueberries are blue, eggplants are indigo, and violets are violet. Well, that's a flower. ბავშვებისგან განსხვავებით ზრდასრულები ასე ვხედავთ. ყვითელი გვამხნევებს და გვამხიარულებს. წითელი კი აღვაგრძნებს და გვათავამებს. ლურჯი ქმნის ილუზიას. მწვანე გვამშვიდებს. თეთრი კი არ გვტოვებს გულგრილს. The sun is yellow, the grass is green.